ესთეტიკიდან ეთიკურ სფეროში რო გადადიხარ და უკვე რაღაცნაირად უკმაყოფილებას გამოთქვა შენი პიროვნების შესახებ და ცოდვილობის განცდასაც აფიქსირებ და რაღაც არ მოგწონს შენი თავი როგორიც ხარ. ეს არ ახასიათებს ყველას, არიან ადამიანები, რომლებიც გარეთ იყურებიან და ასეთ ადამიანებს გრძნობისმიერ ადამიანებს სხვანაირად ესთეტიკურ სფეროში მჯდომ ადამიანებს უწოდებდნენ თავის დროზე ფილოსოფოსები. ხო და როდესაც უკვე ადამიანი ცოტა იზრდება და გაზდის ცნობიერების გაზდაზე ელაპარაკ ინტელექტის თორე ისე ფიზიკურად ადამიანი იზრდება რაც არ უნდა შეავიწროთ თქვენ და აკვანში არტახებში გამოკრათ ბავშვი. ის ისე ჩადებული აი მისი გენეტიკური ინფორმაცია ისეთია ფიზიოლოგიური, ის იზრდება დასექვემდებარება, მაგრამ აი ის ინტელექტი და ცნობიერების და უკვე ეგ სხვა რაღაცა არის. შეიძლება ადამიანი შევიდეს 60 წლის ასაკში, 40-25 წლის და მისი ცნობიერება იყოს ბავშვური. არა ლაპარაკი პათოლოგიურ თქვათ მოვლენებზე, როდესაც პათოლოგიისა გამო ვეღარ ვითარდება ადამიანის ინტელექტი და ცნობიერება. ამაზე არ არის ლაპარაკი. ჯანმრთელია ყველანაირად ბავშვი, მაგრამ რა არის ეს რომ რაღაც რჩება რაღაც ბავშვობის ასაკში მისი ცნობიერება და ძალიან ბევრი მშობელს ასეთი ისინი მოწონთ ბოლომდე ბავშვად უნდათ რომ დატოვონ ასეთი ადამიანები, ხო? და ტერმინით სპეციალურად ფსიქოლოგიაში ინფანტილური ცნობიერება. ესე იგი მოზარდის გარკვეულ საფეხურზე ცნობიერების შეჩერება, მაგრამ სახეზე არის ულვაშები, წვერები, კაცი, ქალი ყველანაირად გამართული, მაგრამ იგი ბავშვია ყველა სფეროში. ბავშვური რაც არის საინტერესებს. სხვათა შორის თანამედროვე დასავლეთს, ისეთი დასავლურს კი თანამედროვე პლანეტას მოდი დასავლეთი სხვადასხვა დოზით ყველგან არის ეგ. ამიტომ პლანეტას ვიძახი. და როცა დასავლეთია ლაპარაკი, დასავლეთი არის მექა ამისი და არა გეოგრაფიული დასავლეთი, არამედ კულტურულ ცნობიერების დასავლეთი, სადაც შედის ევროპული და ამერიკული ისენი, ხო? თუნდაც ავსტრალია და ეს. აი დასავლეთის გარემო პლანეტის გარემო ისეთი არის, რომ ხელს უწყობს არა პიროვნების შინაგანი ზრდას, თქვათ ინტელექტს, ცნობიერებას. პირიქით აქცენტი არის დაჭერილი ფიზიკაზე და ყველა რეკლამა ამას ავრცელებს. რეკლამირება ხდება ამისი და ცნობიერება არის უკვე გარკვეულ საფეხურზე გაჩერდება. სადღაც ახლა გააჩერონ 2-3 წლის ასაკში არ აწყობთ, იმიტომ რომ 2-3 წლის ბავშვი შენ ვერ დაიქვემდებარებ შენ ჭკუაზე ისე რომ ამუშაოთ და 2 წლის ბავშვი ვერაფერს ვერ აკეთებს. გარდა თამაშისა. ამიტომ რაღაც გარკვეულ დონეზე 14-15 წლის ასაკამდე აჩერებენ. ამას როგორ აკეთებენ? ახლა სატანა ფაქტორი აქ ძალიან ძლიერია, მაგრამ ის არსენალი რაც დღეს დაგვიყარა აი მართლმა წრეებმა სახეზეა და უფრო ადვილად მართავ ასეთ ადამიანებს. თინეიჯერული ცნობიერება უფრო ადვილი სამართავია ვიდრე გაზრდილი. და თუ გადახედავთ ინფანტილური საზოგადოება უკვე შტატები, ხო, მასობრივად ვიწახი. მასად რა აი ჯოგრა. ეს არის დიდი ბავშვები, მაღალ დონეზე. და ამას ხელს უწყობს როგორც შიდა გარემო, ნუ ხლა ჩვენთან სახელმწიფო ყოველ შემთხვევაში იგივე კომუნისტური სახელმწიფო ამას არ აკეთებდა, მაგრამ ოჯახში მშობლები ინდივიდუალურად უწყობდნენ ხელს ბავშვი არ გაზრდილიყო ინტელექტუალურად. და სულ ესე აკომპლექსებდნენ მას და მუდმივად ის დიდი ბავშვი იყო. და ამიტომ იყო ის დედასთან, მამასთან, ბაბუასთან რაღაცნაირად და ბავშვები, ჩემი ბავშვები. და სულ ბავშვებს ეძახდნენ და ომშიდაც რო წავიდნენ, თქვენი 21 წლის ბავშვები, მშობლებიც გაყვას ოხუმში და თქვათ იქ დედაც იყო იქ თოფის გვერდზე და აბა ჯარში გამოენთებოდნენ დედები და არიქა ჩემი ბავშვები და დღესაც ტერმინი არის მუტრუკ კაცი თქვენ და ჩემი ბავშვი. რა ბავშვი შედალუცილო. ხო და სახელმწიფო როცა უკვე ასეთ იმაში გადის, რომ უკვე მთლიანად მასა გახადოს ინფანტილური, ეს აწყობს მას. სხვათა შორის ძალიან ადვილად მოატყუებ ბავშვს, ვიდრე გაზრდილ ადამიანს, იმიტომ რომ ბავშვის ცნობიერება არ არის ანალიტიკური, ის არ ექვემდებარება აზროვნებას. იგი გრძნობისმიერი არის და ესთეტიურად უყურებს ყველაფერს. აი, 5 გრძნობით არის სამყაროში. იბუტება რაღაც, ადვილად მოატყუებ. როდესაც ახლა რომევა ანტიქრისტე და იტყვის ქრისტევარო, პლანეტაზე მას დახვდება მოაზროვნე ხალხი, მაშინ ის როგორ მირებული არ იქნება. ყველა სხვა დაერევა. ამიტომ არის ანტიქრისტეს მოსვლას წინ პლანეტის რა მდგომარეობა ხდება ამას და როგორი მასის როგორი ცნობიერება იქნება. რა თქმა უნდა ინფანტილური როცა დიდი უმრავლესობა და ვინც ამას არ დაექვემდებარება ეს მოგეხსენება უკვე კონფლიქტში შედის. და ძალიან ადვილად მოატყუებ თქვათ ასეთ პიროვნებას. აი დღეს რაღაცა გარკვეული მაგალითად შემიძლია ვთქვა რას აკეთებს მართლმადიდებლობა ამ ქართველი საზოგადოების მიმართ. თლიანად ატყუებს რა. საკმარისია მოაზროვნე კაცი, მოაზროვნე რომელიც იმას კი ანიშნავს რომ ღმერთს დაშორდეს. მოაზროვნე ყოველთვის ღმერთი იგულისხმება ჩემი ლექსიკონში. აი ესეთი ტიპები იმ წუთში ხვდებიან რომ ღმერთი არის, მაგრამ აი ეს ფოკუსები არის. იყო ქრისტიანი ნიშნავს ხარ მოწაფე, პავლე მოწაფე იყო. არასდროს არ ვთქვია რომ არ მოძღვარი, მე ვარ მასწავლებელი.
მოწაფე იყო და თავად იესო ქრისტემაც უთხრა რომ მიდიოდა უკვე 40 დღის მერე შორდებოდა მოსწავლეებს უთხრა რომ წადით და მოწაფეები მომიყვანეთო. იგი მასწავლებლობა კი არა, დღეს ისეთი პრეტენზიულია, ყველა გამოდის და როგორ არის, აი მე ვარ მოძღვარი და განმშვალებიან დაპატარავდებიან. განსაკუთრებით ახლა საქართველოში მღვდლებს აქვს სტატუსი არა მოწაფის, მოსწავლის იესო ქრისტეს მოსწავლის. არამედ როგორც მოძღვარი, მასწავლებელი, ყველაფრის მცოდნე და განსაკუთრებით ღმერთი ისე იციან რომ სამარისია მასთან უხვი და სამოთხის გასაღებსაც ეგრევე ჩალაბარებს. აი ინფანტილური საზოგადოება სახეზე არის. როგორ შეიძლება მოაზროვნე იყო და ვერ გაარჩიო შავი თეთრისაგან. არ მოაზროვნე კაცმა არ წაიკითხოს ბიბლია და ბიბლიით არ განიხილოს არსებული რელიგიური მდგომარეობა საქართველოში. შენი ხუშტურით რო უყურებ ამას და მღვდლის პუტუნით ეს უკვე შეურაცხყოფას აყენებს ცოცხალ ღმერთს, რომელიც ზუსტად ის გაეკრა ჯვარზე ამ ცოდვილის სამყაროს ცოდვის გამოსასყიდად და არა რომელიმე მღვდელი იქნებდეს თუ რომელიმე პროტესტანტებშიც ყოფთ ძალიან სულიერად ამაყი პიროვნებები და აბა ხელზე კოცნა იქ თუ არ არის ამაგეროთ ისეთი მოწიწება და აი 10 წუთსაც თუ დაგითმო უნდა ბედნიერი უნდა იყო ისე გიყურებს რომ ზემოდან გიყურებენ რა ზოგი ისე არის ჩაკეტილი აზ გაგაკარებენ არც იმას დივნები ყავს ქვეყანა ბლოკირება ითომ იცი ღმერთი ჩამოვიდა ამ დროს იესო მოგახსენებათ როგორ იქცევა. მე ყოველთვის ამ ხალხს ვადარებ იესო ქრისტეს და პავლეს და მის იმეებს. ასე რომ ახლა აშკარად რომ დამახინჯებულია პლანეტის ქრისტიანული მოძრაობა, ამაზე ეჭვშეტანაც არ შეიძლება. ეს ქრისტიანული მოძრაობა, ეს მიბაძვა არის. ეს არის თამაში. უფრო რელიგიურ ქრისტიანული შოუ სანახაობად იქცე ეს. და სახეზე არის გრანდიოზული სახელმწიფო დონეზე სანახაობა მოწმინეობისა საქართველოში რაც არის. საქართველო ახლა უცნაური არის გამიგეთ, ძალიან უცნაური. და ახლა მოაზროვნე იყო ნიშნავს ეს დაუქვემდება რა აზროვნებს გაარჩიო კი არ იქირქილო კი არ დაცინო არჩიო თუ ნამდვილი და ჭეშმარიტია უნდა შენ ჭეშმარიტებასთან იყო თუ ეს ნამდვილი და ჭეშმარიტია არის უნდა გამოეყო ამიტომ მოაზროვნე ყოველთვის გამოეყოფა იმას რაც მასობრივი არის და ყალბი და ამას ქვია ხაგიოსი წმინდანი ხარ როცა საზოგადოებრივ ღირებულებებს რომელიც ადამიანიდან მოდის და სახელმწიფო ღირებულებებს რწმენას დაკავების სახელმწიფოდან გამოეყოფი იმის გამო რომ ეს ყალბია ფსიქოლოგებმა და საერთოდ ლიტერატურებმა იკვლიეს ეს თემა და ძალიან კარგი ლიტერატურული ნაწარმოებები შემონახული თქვა რადღის თომას მანის ნაწარმოებები ამ ხრივ ძალიან კარგი ნოველები აქვს სადაც ზუსტად აღწერილია ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა როდესაც გაზრდილი ფსოფხედველობა როცა მის ოჯახში იზრდება ბავშვი ყველანაირად ცდილობს ეს არ გაიზარდოს იმიტომ რომ მისი გაზრდა ირიბიგზით მისი სიბერესთან და სიკვდილთან მიახლოება და თუ იმას მოიშორებს და არ გაზრდის ეს მუდამ ახალგაზრდა იქნება სხვა სიტყვებით მე ჩემს ასაკს ვერ შევიგრძნობ თუ არა ბავშვი რომელიც იზრდება იქიდან გებულ უფრო მე დავბერდი და ნერვებს მიშლის მისი გაზრდა და ხელს არ უწყობ მას გაიზარდოს ვცდილობ რომ იგი შევაჩერო მისი ზრდა და ილუზია შევიდო რომ ასე ამგვარად მეც აღარ შევალ სიბერეში და მოკვდები. ეს ლიტერატურაში არის აღწერილი და კარგი მხატვრული ნაწარმოებები არის, რომ იცოდეთ. აი ეს მოკლედ რო ჩამოვასხიეს ის. ესე იგი ეს პრობლემათა პრობლემა არის. აღარ დონეზე თუ საიდან იღებს სათავეს ეს ჩვენ ვიცით, რომ ადამიანმა დააფიქსირა რომ სიბერი არის ხვისი გამოცდილებით, საკუთარი განცდაში სიბერი არასოდეს იშვიათად შემოდის, რომ იცოდეთ. სიკვდილი მით უმეტეს არავის სიკვდილზე არ ფიქრობს. სხვებს სიკვდილს დიდი ეშხებით ესწრებიან, მაგრამ არც ერთი არ ფიქრობს, რომ იგი მოკვდავია. იმას რაღაცა იმედი აქვს რომ მე არ მოკვდები არა თუ გიფიქრიათ როცა მოკვდება ადამიანი პირველი კითხვა პიროვნების არის ეს რა მოკლა გამოიკითხავს მაგას რა ჭირდა ეს მე არ ამჭირს გამორიცხული ამით არ მოკვდები აკიბო ქონდა ეს ქონდა ის ქონდა გამოიკითხავს ესე იგი სიკვდილი განპირობებული იყო რაღაც დაავადები და მე ჯანმრთელი ვარ მე არაფერი არ მომკლავს და თუ მოკლა მან მე კითხვა მოდის ექიმთან იყო ფული არ ქონდა იმიტომ რომ ასეთ კაცს რწმენა აქვს იმისი რომ მე არ მოკვდები იმიტომ რომ ეს დაავადება რა პრობლემა წამალი მაქვს ფული მაქვს რაღაც ესე იგი ყველა ადამიანს ყალბი წარმოდგენა მიწიერი წარმოდგენა უკვდავების შესახებ აქვს და აი ეს საიდან არის თუ არა ის რომ თავდაპირველად საწყისში ადამიანი უკვდავად შექმნა ღმერთმა და ცოდვის შედეგად ადამიანმა ცთაში სხვის ცდაზე დაყნობით ხდება რომ მოკვდავია ადამიანი ყველამ დღეს რო კითხვა დაუსვათ ადამიანი მოკვდავია თუ არა ყველა გეტყვის მაგრამ ეხლა ვეუბნები შენ თუ ხარ მოკვდავი აი აქ შეიძლება ას დაფიქრდეს კითხავს კი მოკვდავი ვარ მაგრამ აი ნებისმიერ დროს ელოდები სიკვდილს გეტყვის არა გაეცინება რას მწყეული და ყველა ადამიანი ერთმანეთს რას უსურვებენ 100 წელი ცხოვრებას მე გაგიხანგრძლივებ ხედავთ როგორი ჩადებული ეს ამიტომ ვიძახე ეს ინფანტილური ცნობიერება ერთ-ერთი კიდე თუ იღებს სათავეს იქიდან რომ არ გავიზარდოთ გამიგე თუ გავიზდებით გაზდა სიკვდილთან მიახლოება სიბერესთან და ამას როგორ შეაჩერებთ
ფიზიკა მაინც მიდის, ენტროპია მაინც არის. ამავე დროს ხდება ერთი საშინელი პათოლოგია. ვასაჭურისებთ ცნობიერებას და ჩვენ ხრჩება საზოგადოება ინფანტილური. და ვისაც ყოფს ეს თუ არა სატანას? ქრისტეს არ გაუჩენია ადამიანები რომ მუდმივად ბავშვები იყოს. პირიქით სახარებაში მოწოდებული არის რომ უნდა გაიზარდო. უნდა გაიზარდოს ადამიანი და ყველა ასაკს შესატყვისი ცნობიერება, ინტელექტის მარაგი უნდა ესატყვისებოდეს. არ ვარ როცა 12 წლის ბავშვი ლაპარაკობს 80 წლის წავით. ხო, ცოტა თან ისეთი შიშის მომგვრელი არის მშობელისთვის. მაგრამ არც ის ვარ რომ 20 წლის იქცევა 12 წლისავით. ესეც ტანჯვას იწვევს. თუ რატო ხდება ესე? აქ არის სამუშაო მუდმივი. ზოგჯერ რა თქმა უნდა, მშობლების ცოდავენ ხშირ შემთხვევაში. ხო, აი ვთქვათ, თოჯინები ცენანის მაგალითზე, რეზიკოს ოჯახი და როგორ ყველა ზრუნავს. ამას არ აძლევენ საშუალებას, რომ რაღაც ამან თვითონ იაზრუნოს რა. აზრუნებს მის მაგალითად მამამისი, დედამისი, ბებიამისი, ბაბუამისი, რჩევებს ყველა აზრი. ქალთა საკითხშიც ისინი ურჩევენ ყველაფერს. არაფერს აბსოლუტურად არ აძლევენ უფლებას ამან თვითონ გადაწყვიტოს. ეგ საკითხი თუ კარგია თუ ცუდი, მაშინ ჩავერევით, მაგრამ გადაწყვეტოს რომ ამან აიღოს ეს. რომ ეგ არის ყველაზე კარგი, რომ არჩევანი შენ უნდა გააკეთო შენი აზროვნების შესატყვისი. რაზრდის ცნობიერებას, აი ეს არის კითხვათა კითხვა. რომ ინსტიტუტებს ამთავრებს ხალხი, მაგრამ არიან ინფანტილურები. ხო, რა ასკარად თხოვდებიან ინფანტილები, მერე აცანცარდებიან ასაკში. ახლა რა სასიამოვნო სანახავია 70 წლის კაცი, რომ შეყვარებულობანაც გვეთამაშებ ეკრანიდან. ეს ხომ დამახინჯებული არის. ეს ხომ მათ აღარ შეშვენით ესეთი ამჩატება. სიყვარულის ფორმაში უნდა იყვნენ, მაგრამ ისე ამჩატებული კი არა 80 წლის ხალხი, რომ მსხვილ პლანში ტუჩებს უწოწრებდნენ ერთმანეთს. ეს უკვე არის სილამაზისა და სიყვარულის პაროდირება და არ არის სწორი. რატო აკეთებენ ამ რეკლამას? ადამიანი მოკუთავია, ნუ გეშინიათ. ეს სატანამ შემოიტანა ეგა. არა მეგობრებო, ადამიანი მოკუთავია და სიყვარულსაც თავისი დრო აქვს და თავისი გამოხატვის ფორმები აქვს ამ გრძნობას. ლამაზი და მახინჯი. როცა უკვე მახინჯ ფორმებში გამოდის ეს, ამის აფიშირება არის სამარცხვინო.